სალამი ლევან, პირველ რიგში შეგიძლია მოგვილოცო, იმიტომ რომ გავხდით 5,000 არხზე და ნახვები გასცდა 7 მილიონს. ძალიან მინდა რომ ამ წლის ბოლომდე 26 წლის ბოლომდე 10,000 გავხდეთ და ეს ადვილია ჩვენო მაყურებელო. თუ თვითონ მაყურებელი და გამომწერი კიდე ერთს მოიყვანს, წლის ბოლომდე გავხდებით 10. გაქვს ხო არ გაქვს სტატისტიკა, ხო არ არის ისეთი ვითარება, რომ აი უყურებენ, მაგრამ არა აქვს გამოწერილი. კი, უმეტესობა, ბევრია ასეთი ძალიან. ხო და დააჭირეთ იმას ზანზალაკს ფერი და მეტი არაფერი არ გინდათ რა. ხო, მაგრამ ისეთიც არის, ვისაც გამოწერილი აქვს მაგალითად და აი 2 თვეში ერთხელ უყურებს. იმათაც უყურეთ რეგულარულად. მე ახლა დღეს რაზეც მინდა რომ ვისაუბრო ლევანთან ერთად არის გივით არგამაძის პოსტი, რომელიც მან დაწერა ჯერ კიდე როცა ციხეში იყო. მე თვითონ გივისთან მინდოდა ძალიან დიდი ხანი ვცდილობდი რომ დავკავშირებოდი, ვერანაირად ვერ დავუკავშირდი. მე მოვილაპარაკე ლევანს რომ ჩვენ ვისაუბრებთ და ამ დროს გივი მიპასუხა რომ კიო, მოვალო, ოღონდ ცოტა ხნის მერეო. ახლა ძალიან არ მცალიაო. ჩვენ ახლა მე და ლევანი ვილაპარაკებთ და მე გივიც როცა მოიცლის მოვა. ლევან, შენ მაშინ ეს პოსტი გააზიარე? რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მე მინდოდა ხო, იმიტომ რომ მართლა ისეთია რა, ყველაზე კარგად არის ჩამოყალიბებული ყველა ის პრობლემა, რომელიც დღევანდელ ჩვენ სახელმწიფოსგან რაც დარჩა, უпростоრეთ იმას აქვს. კი. და მე როცა მინდოდა YouTube-ზე გაზიარება, ვერ გავაზიარე იმის გამო, რომ ძალიან დიდი ტექსტია და YouTube-ი ადრე იტევდა აი რომ screen-out ტექსტს მხოლოდ 5 სურათის საშუალების და ახლა უკვე გაზარდა 10-მდე და ახლა შემიძლია დღეს დავდებ და მაშინ მარტო 5 იყო და ვერ ეტეოდა მაგ 5-ში. ახლა მე ნელ-ნელა წავიკითხავ ამას და ჩვენ მერე ასე ნაწილ-ნაწილ დავაკომენტაროთ. ბოლო დროს კოცების მოქმედება ჩვენი უკვე მიჩვეული გონებისთვისაც კი რთული აღსაქმელი გახდა. ნამეტანი გიჟობაა. ხშირია კითხვები, რატომ აიწყვიტეს ასე ყველა მიმართულებით, რატომ ასეთი ჯირითის რეჟიმში, სად ეჩქარებათ და არის თუ არა ამ მოქმედებაში ეკლექტიკის მიღმა რაიმე მწყობრი სისტემა. ვფიქრობ, ეს აღრევა მეტწილად გამოიწვია ორ სამოქმედო გეგმის ერთდროულად პარალელურ რეჟიმში განხორციელების მცდელობა. ერთი გეგმა რუსებისაა, მეორე კოცების უშუალოდ გლუვის, ანუ ბიზნესი. რუსების სამოქმედო გეგმა იმ ქვეყნის მიმართ ხო, ჯერ მოდი ეს განვიხილოთ. ანუ ჩვენც ასე ვფიქრობთ, რომ ორი გეგმა არსებობს, ერთი რუსების და ერთი კოცების, ანუ კოცებს აქვთ საკუთარი გეგმის ქონის ერთი ადგილი? ეცი როგორ არის? მე მგონი მე ამ ნაწილში გივის ვერ დავეთანხმები რა. ამ ეტაპზე ამათ არ მგონია რომ რაიმე პარალელური გეგმა გააჩნდეთ. თუმცა შეიძლება იმის და მიხედვით თუ რუსეთში გართულდა სიტუაცია და ამაზე იმედია ჩვენ რაღაცა მომენტში შევეხებით ამ საკითხს, ხო? მე ვგულისხმობ რუსეთის დასუსტებას ამ შემთხვევაში, ხო? რადიკალურად თუ დასუსტა შეიძლება ესეთი გეგმა წარმოიქმნას აქ. უпростоრედ ბუნებრივად წარმოიქმნება, ხო? იმიტომ რომ წყალწაღებულებს ის დაჭირდებათ, ხო, რაღაცა ხაოსი, რასაც უნდა ჩამოეკიდონ. ამ ეტაპზე მე ამას ვერ ვხედავ, რომ რაღაცა ორი გეგმა არსებობს. მე ერთადერთი კოცის გეგმა ბჭყალებში, მაგრამ ანუ კოცის სარგებელი იმ სიტუაციისგან, რომ რუსის გეგმას ასრულებს, არის ის, რომ რაც შეიძლება მეტი ფულის მოპარვა მოასწროს, აი ამ დარჩენილ დროში, სანამ რუსეთი ბოლომდე დაიქცევა და მე რაღაც მომენტში მოკისტოს. აი მაქსიმალურად ყველაფერს გადაული. ეგ არის ეს არის ამათი რო ეთქვენ აი ზურგის ტვინით მასე მაგას აკეთებენ. ანუ ეს არის ინსტინქტის დონეზე, რომ ეს ეგენი ხვდებიან, რომ რაღაც ეს პერიოდი დიდხანს ვერ გაგრძელდება. და ბუნებრივია, რომ მათი კლასობრივი ინსტინქტი დავარქვათ, ხო? აი მომხოჭელის, აი ამ იმის რა ქვია, მექსთამე მომხოჭელის კლასობრივი ინსტინქტი მათ კარნახებს, რომ რაც შეიძლება მეტი მოკაფონ
სანამ დრო არის და დრო მე ალბათ რაღაც მომენტში იგრძნონ, რომ უკვე ეს მომენტი დადგა, რომ მოასწრონ გაქცევა, რომ არა, რატო სანამ გაქცევა? დავიწყეთ. არა, თუ მან რამოდენიმე სცენარია ხა, თუ იმ სცენარის მიხედვით წავალთ, რუსეთი სუსტდება, აი ხო. კეთრად უცბად სუსტდება, ეგენი შეეცდებიან დაიწყონ დალაგება დასავლეთთან, ეგრევე შეეცდებიან. და ნუ მოდი სიმართლის თვალით ნუ ვიფიქრებთ, რომ მათ გულისხმას იქ არავინ არ გამოეხმაურებიან სამწუხაროდ. კიდე აქ ვამტკიცებ, რომ არ გამოეხმაურებიან მეთქი არა, გააჩნია ვინ და გააჩნია რა ფორმით. ევროკავშირის სიამოვნებით გამოეხმაურება. კი, მაგრამ ეს არ არის ევროკავშირზე დამოკიდებული, მადლობა ღმერთს ამერიკაზეა და ნუ ეგეც საკამათო ამბავია, იმიტომ რომ ჩვენ ადრე შევხებივართ ამ თემას, ხო? ჩვენმა პოლიტიკურმა ოპოზიცია დავარქვათ, ხო? მე ამ შემთხვევაში არ გამოვყოფ არც ერთ პოლიტიკურ პარტიას და არც ერთ პოლიტიკურ ლიდერს. მეტნაკლებობით ეხლა რასაც ვიტყვი, ყველას ეხება. მეტნაკლებობით ყველას ეხება ესა. რაღაცა უნდა აჩვენონ კეთილგანწყობა მინიმუმ. კეთილგანწყობა მაინც უნდა აჩვენონ ამერიკის დღევანდელ ადმინისტრაციას, რომელიც ძალიან რადიკალურ ნაბიჯებს დგამს იმ მიმართულებით, რომ სოფლიოში დამყარებული ეს ჭაობისებრი წესრიგი მოიშალოს. რომელსაც ჩვენ შევეწირეთ, მოდი პირდაპირ ვთქვათ, ხო? აი ამ ვითომ ერთ-ერთი პირველი ის ვიყავით განტოვებული. ერთ-ერთი პირველი კი არა, ფორმალურად პირველი. ხო. ერთ-ერთი არა. კი, ახლა ჩვენ შეიძლება იქ ჩეჩნეთზე და ალუზიები იქეთ წავიდეს, მაგრამ ის არის ჩეჩნეთი არ იყო საერთაშორისო სამართლის სუბიექტი. ხო. და საქართველო იყო საერთაშორისო სამართლის პირველი სუბიექტი, რომელიც აი ამ წისქვილის დოლაპში მოყვა და ჩვენ დავინახეთ რა უსუსური იყო რეაქცია. უსუსური კი არა, პირიქით, კინაღამ აქეთ დაგვაბრალეს ყველაფერი და საჭირო გახდა უკრაინელი ერის გმირული ბრძოლა და 12 წლიანი ბრძოლა დამოუკიდებლობისათვის, აი სიცხლიანი ალო, რომ რაღაცნაირად თითქოს ეს პარადიგმა შეცვლილიყო. თითქოს. მაგრამ რამდენად შეიცვალა კიდე კაცმა არ იცის. ყოველ შემთხვევაში მედით ენთუზიასტს ევროპელებს ვერ ვატყობ იმაში, რომ რაღაც რადიკალური ნაბიჯები გადადგან. არ ნახოთ. ამიტომ მე ცოტა სკეპტიკურად უყურებ ამ ამბავს. საქართველოს პოლიტიკურმა ოპოზიციასაც ვერ დავარქვე, იმიტომ რომ საქართველოში პოლიტიკა არ არის. საქართველოში დღეს გაბატონებულია რუსეთის კოლონიური ადმინისტრაცია და ვინც ამას აპროტესტებს, მოდი ასე ვთქვათ, ხო? ის ვერ იქნება პოლიტიკური ოპოზიცია. მან საკუთარ თავს უნდა დაარქვას ეროვნულ გამათავისუფლებელი მოძრაობა, რაც არ ხდება სამწუხაროდ. ხო ესეა რა, თუ შენ ამბობ, რომ ესენი რუსეთის ხალხია, ჩვენ კერძო საუბრებში, არა მარტო კერძო საუბრებში, ის მოპროტესტე ნაწილი, რომელიც ძალიან ამაყია, რომ 1000 მე მარტო აქტიურ მოპროტესტებს არ გულისხმობ. მე ყველა ტიპის მოპროტესტებს გულისხმობ ამ შემთხვევაში. ანუ ვისთვისაც მიუღებელია დღევანდელი მდგომარეობა. ამას შეიძლება აქტიურად არ გამოხატავდეს, საერთოდ სახლში იჯდეს და რაღაც ხელსაქმით იყოს დაკავებული, მაგრამ მიუღებელია. ხო, ადამიანი, მიუღებლობა აქვს ამ მდგომარეობის. ამ ადამიანებმა მაშინ საკუთარ თავს უნდა და პირველ რიგში იმათ, ვისაც პოლიტიკაზე აქვთ და პოლიტიკოსობაზე პრეტენზია, უნდა დაარქვათ საკუთარ თავს სახელით, ჩვენ ვართ ეროვნულ გამათავისუფლებელი მოძრაობა. სხვა შუალედური მდგომარეობა არ არსებობს. აი რანაირად უნდა არსებობდეს, ხო? შენ თუ ამბობ შენივე პირით, რომ დღეს საქართველოს აქვს რუსეთს ოკუპირებული რბილად ძალის გამოყენების გარეშე, მაგრამ ოკუპირებული, ხო? ხო ვამბობთ ამას, თუ არ ვამბობთ?
ამას ვამბობთ მე და შენ არა, ლევან და არა, ამას არა, მე და შენ არ ვამბობ. არა, არა. ვინც რუპორით დადის და ყვირის არ იქნება სამართალი, ისინი ამას არ ამბობენ. ყველა ამბობს, ამას ყველა ამბობს. რუპორით ვინც დადის, ისინიც ამბობენ იმ მიტინგებზე მე ხშირად ვარ და იქ ისმის ესა. თუ ამბობენ რომ ოკუპირებულები ვართ, მაშინ არ იქნება სამართალი, რას ნიშნავს? ვის თხოვენ ამ სამართალს? ანუ რეჟიმს თხოვენ და რუსეთს თხოვენ სამართალს? ხო, ამაშია საქმე, მაგრამ დიდი თანმიმდევრულობით არც ის ხალხი არ გამოირჩევა, თქვა ვინც იქ არ დადის. ოსია, შევთავაზოთ, მე ამ შემთხვევაში მთელ საპროტესტო ჩემ თავსაც ვაკუთვნებ, რომ რაღაცნაირად უნდა ჩამოყალიბდეთ, ვინ ვართ, რა ვართ. ნაციონალური მოძრაობის მოლაპარაკე ადამიანები, ვინც ლაპარაკობენ, ვინც ტელევიზიაში მიდის და ვინც სპიკერები არიან პარტიის, ყველა ლაპარაკობს იმაზე, რომ რევოლუციაა საჭირო, რევოლუციაა საჭირო, რევოლუციაა საჭირო. შეიძლება ანუ გამათავისუფლებელ მოძრაობას არ ეძახიან თავისას, მაგრამ რევოლუციაა საჭირო და ძალისხმიერად მოშორება რეჟიმის, ამას ლაპარაკობენ. ოღონდ ამას არ ეთანხმება დანარჩენი, არავინ არ ეთანხმება ამას და ამაში არ მიყვება სხვა პარტიები, არ მიყვება ნაციონალურ მოძრაობას. და მით უმეტეს არ მიყვება რუპორში მოყვირალი არ იქნება სამართალი. მაგაში დაგეთანხმები, მაგრამ კიდე მე საუბარი სულ სხვა იმიდან დავიწყეთ, გახსოვს, ცოტა გვერდზე წაგვივიდა ჩვენ ესა. ესე იგი გარდა იმისა, რომ საკუთარ თავს, საკუთარი თვითიდენტიფიკაცია უნდა გააკეთოს მოპროტესტ ელექტორატმა, ადამიანებმა, ხო? ამის გარდა საჭიროა კეთილგანწყობის მოპოვება, მეთქი, ხო თქვი, დღევანდელი ამერიკის ადმინისტრაციის, იმიტომ რომ ჩვენ ვიღაცა შეიძლება ეს მოწონს, ვიღაცა შეიძლება არ მოწონს, ამას მოდი ცოტა ხანი თავი დავანებოთ. ფაქტია, რომ დღეს შეერთებული შტატები, მათ შორის თვითონ შეერთებული შტატებიც არიან, ესე იგი ეძებენ აი ამ ახალ და დინამიურ სამყაროში საკუთარ ადგილს, ხო? ანუ თავისი ლიდერობის რაღაც ახალ ფორმებს ეძებენ. და ამ ლიდერობის პარტნიორებს. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ აი ამ ძველმა პარადიგმამ, ხო? მოდი ჩვენ იქ დავეხმარებით NGO-ებს, NGO-ები რაღაცა გაატარებენ იქ თვითონ პროდასავლურ რაღაც ამ პარადიგმამ თავისი თავი ამოჭამა, შეჭამა უკვე. კი. ძალიან დიდი ხანი გაგრძელდა სამწუხაროდ. ხო, აქ ახლა იმაზე არ არის ტრამპი კარგია, ბაიდენი ცუდია თუ პირიქით, ხო? ამან თავისი თავი, იმიტომ რომ ეფექტი აღმოჩნდა ნულოვანი. და საქართველო არის ამისი შესანიშნავი მაგალითი, სხვათა შორის. შესანიშნავი, ქრესტომატიული მაგალითია. ამერიკელი კონსერვატორები თუ მე ვისურვებდი, რომ თუ სურთ, აი იმ თავისი იმის, რა ქვია, ხაზის ილუსტრაცია, ხო? რომ აი ამ რა ქვია, წახალისებამ NGO სექტორების ხო, ვერ გამოიღო. შედეგი აი ქრესტომატიულ მაგალითად უნდა აიღოს საქართველოს, იმიტომ რომ ჩვენ აღმოჩნდა, რომ 30 წლის აი ამ ასეთი ტიპის საქმიანობის იქ იყო უდაოდ მიღწევებით, მე არ მინდა რომ ყობახიძე და პაპუაშვილი უნდა გამოიყვანონ იმის მაგალითად, თუ როგორ შეიძლება ადამიანი NGO-ში გაიზარდოს, დასავლურ NGO-ში და მე აბსოლუტურად ემსახუროს რუსეთს. ეს ხო კიდეც კი, რა თქმა უნდა, ეგეც მაგალითებია, ხო? დღევანდელი ყობახიძე და პაპუაშვილი, რომლებიც არიან ამ სექტორის არა უბრალოდ რიგითი წარმომადგენლები. ამოზრდილები. არა, ისინი გამტარებლები იყვნენ, ხო? ამ ისინი ხელმძღვანელები იყვნენ, ხო? და ეს ერთი სიტყვით ეს პარადიგმა შეიცვალა. მორჩა დამთავრდა. მე როგორი განცდა მაქვს, იცი რომ ჩვენი საპროტესტო მოძრაობის მნიშვნელოვანი, არა ძირითადი, მაგრამ მნიშვნელოვანი ნაწილი არის ამ სექტორიდან ამოსდილი. დანარჩენებს და ყველა ელოდება იმას, რომ იცი რა, მოდი ეს ტრამპი გადაგორდება დღეს თუ არა ხვალ. მე ყველაფერი უკან დაბრუნდება და ჩვენ ისევ იმ ძველებური იმით გავაგრძელებთ, რა ქვია, მუშაობას, როგორც მუშაობდით. ვერ გააგრძელებთ, აღარ დაბრუნდება ის თემა. ვინ ელოდება ამას? ქოცების გარდა ელოდებიან.
ეს არის ადამიანური ისა მე გადავიდევი ახლა ჭკუიდან. რატო გადაერევი ჭკუიდან? არ ვერ ხედავ Facebook-ში. ხოცები არიან მაშინ და მოშორდნენ აკაურობას ხოცებთან ერთად. არა, რა შუაში ხოცობა არ არის ეს. ეს არის როგორ გითხრა რა, ეს არის წინ დაუხედაობა. აი შორი ხედვის არ ქონა, ხო, რა ხდება? ანალიზის ზედაპირულობა არის ეს. ისე ვერ ხვდებია რომ დაბრუნდეს კიდეც და ნუ ბუნებრივია, ოდესღაც დაბრუნდება დემოკრატიული პარტია ამერიკაში ორპარტიული სისტემა არის და ხან ერთი პარტია მოდის სათავეში, ხან მეორე, ხო? იმედენად რადიკალური ძვრა მოხდა ეხლა და ხდება. უკვე, რომ ეს ასე ვერ შემოატრიალებენ. რომ ტრამპმა იმ ხელაზე გადაწია წინ მიჯნა, რომ იქიდან რა თქმა უნდა რევერსის ცდელობა იქნება, მაგრამ საწყის პოზიციაზე ეს ვეღარ მოვა. თავარი არის რომ ამერიკის მოსახლეობის სულ უფრო დიდმა ფენებმა დაინახეს რომ ქვეყანა თურმე მართლა უსკრულის პირას იდგა ფინანსურის და როგორც შედეგი მერე ფინანსურ უსკრულს მოყვებოდა ყველანაირი ჩამოშლა ეს ბევრმა დემოკრატმაც დაინახა ძალიან ბევრმა დემოკრატმაც დაინახა იმიტომ რომ ამოვიდა ეს რიცხვები, ციფრები, ეკონომიკაზე მსჯელობა რო დაიწყეს, ამ ტარიფებზე მსჯელობა იმაზე, ამაზე, ხო? მოპარული მილიარდები როა გამოფინეს. ხო, ეს მილიარდები, ეხლა ეს სკანდალები რო არის მოპარული, ანუ კორუფციული და პირდაპირ კრიმინალური რაღა კორუფციული, მოპარული ფული. ხო, აქედან დღეს უკვე არის იმაზე საუბარი, რომ იმ 37 ტრილიონიდან რომელიც აქვს ამერიკას სახელმწიფო ვალი არ არის გამორიცხული რომ დაახლოებით ნახევარი იყოს აი კორუფციული და აი ესეთი კრიმინალური სქემებით მოპარული ფული. ანუ ძირითადად სოციალური დახმარების პროგრამებიდან ასე შემდეგ. მოპარული ფული პირდაპირ. ხო. და ამას ძალიან ბევრი დემოკრატი წდება. ეხლა ამდენი იმიტომ ვილაპარაკე რომ ძალიან ბევრი ლიდერი, ძალიან ბევრი სახელმწიფო, ნუ ზოგი უპირისპირდება, ზოგი არ უპირისპირდება, მაგრამ ხედავენ, რომ რაღაცა სერიოზული ძვრა ხდება. ხო? აი ამ ფონზე მე ვერ ვხედავ, რომ ქართული საპროტესტო მოძრაობა და ნუ მისი რაღაც მოდი ლიდერები დავარქვა თუ გინდა რომ რაღაცა ძალიან დიდ და სერიოზულ ენთუზიაზმს ამჟღავნებდნენ იმასთან დაკავშირებით რომ მოდი აი ჩვენ გავიდეთ რაღაცა საქმიანად ვითანამშრომლოთ ამ ადმინისტრაციასთან და ასე შემდეგ არ არის ბოლოში მე კითხვას დაგისვამ რადგან მე ვარ ისეთი ადამიანი რომელიც ამას ყველაფერს ხედავს და მე მინდა რომ საქართველოს ეპარტნიოროს ამერიკას აი ამ ახალ პარადიგმებში და თუ ამერიკელები ვერ ხედავენ ვისთან უნდა აკეთონ ეს, მაშინ მე რა ხლაპუშკები უნდა ვისროლო რომ მე დამინახონ თუ ეს საერთოდ სერიოზულად დასმული კითხვას ვინმეს მიაჩნია. ვინაცეები რაღაცას აკეთებენ, მე თვითონ ვარ ნაცმოძრაობის წევრი. და ასე ვთქვათ, ისე მაგალითად ის პარტია, რომელსაც მე წარმოადგენ, კიდე რაღაცა ნაბიჯებს დგამს, ხო? ესე იგი შარშან რამოდენიმე ვიზიტით უსუსური ნაბიჯებია საკმაოდ. რა თქმა უნდა მეტია საჭირო ეს ჩვენ მე მგონი ვისაუბრეთ ამაზე ძალიან კარგია და საინტერესო და მნიშვნელოვანია ხო და ადამიანი ხო იცი იმაში ზღვაში რომ იხჩობა და რაღაცა ვერავინ რო ვერ ხედავს და ვერავინ რო პოლოს მე რაღაცა ხლაპუშკებს ისვრის ასე რომ დამინახეთო და ვისროლო მაშინ მე ეს ხლაპუშკები და უნდა გავარკვიო ამ ხლაპუშკებს რა წარმოადგენს და რა შემიძლია ხო და მოკლედ ხო, ანუ შევთავაზეთ, ანუ პოსტის თემას რო დავუბრუნდეთ, ახლა შევხვდით იმაზე, რომ კოცებს შენი აზრით, თავისი გეგმა არ აქვს. ერთჯერობით რაღაცა ფორმირებული გეგმა არ აქვს. მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს გეგმა გაჩნდება თუ არა, ეგ არის დამოკიდებული რუსეთის დასუსტების ხარისხზე საქართველოში. საზოგადოდ და საქართველოში კონკრეტულად. დღესდღეობით რუსეთი იმდენად სუსტი არ არის, რომ საქართველოს თავისი, ესე იგი, ქართული ოცნება თავისი კლანჭებიდან გაუშვას და იქ იმის საშუალება და უფლება მიცეს, რომ იმათ რაღაცა გეგმები დააწყონ დამოუკიდებლად მოსკოვისგან. კარგი, გავაგრძელოთ. გეგმებში შემდეგი პუნქტებია. ლოიალური ხელისუფლება,
დემილიტარიზაცია, დენაციფიკაცია, ნეიტრალური სტატუსი. გეგმის სრული შესრულება მიზნად ისახავს ქვეყნის დელეგიტიმაციას, სახელმწიფოებრივი არსებობის ფაქტობრივ შეწყვეტას. გეგმის ყველა პუნქტის განხორციელებას, ეს რუსის გეგმაა. გეგმის ყველა პუნქტის განხორციელებას ადგილზე ჰყავს კონკრეტული პერსონიფიცირებული პასუხისმგებელი, ერთი მთავარი და დამხმარეები. პირველ პუნქტზე პასუხისმგებელი ბუნებრივია თავად გლუვი იყო. მან რუსების მიმართ ლოიალური მთავრობის მოყვანა. მან უზრუნველყო ქვეყნის სათავეში რუსეთის მიმართ სრულიად ლოიალური რეჟიმის ჩამოყალიბება და ის არის სტატუს ქვოს შენარჩუნების გარანტორი. ეს პუნქტი სრულიად შესრულებელია. შესრულებულია მეორე პუნქტით, დემილიტარიზაცია. აქ პასუხისმგებელი იყო რუსების მიერ პირდაპირ მოთხოვნილი ყოფილი. შეიძლება პატარა რემარკა გავაკეთო პირობებთან დაკავშირებით. მოდი ასეთ რიტორიკულ შეკითხვას დავსვავ რა. ხვალ რომ რუსეთმა რაღაცა მიზეზების და გამოცვალოს ივანიშვილი. აი გაიწვიოს. უცბად ხოიცი რუსეთში როგორც ხდება. ოპა და აღარ არის ადამიანი, მისი ხსენება გაქრება. მაგრამ ვიღაცა ესა ჭიჭიკო ბენდელიანი, არაფერს არ ვერში ჭიჭიკო ბენდელიანებს, მაგრამ პირობითად ვამბობ, ხო? რომ დასვას. შენი აზრით ქართულ ოცნებაში რამე მოხდება, რამე შეიცვლება? ან იმ ვერტიკალში, რომელიც ახლა არის. მე ეს რატო ვამბობ, იცი, ეს კიდევ ერთხელ აძლიერებს. მე ყოველ შემთხვევაში ასე ვფიქრობ, რომ არაფერი არ შეიცვლება, რაც აძლიერებს კიდევ ერთხელ ჩემს მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით. შეიცვლება თვითონ ჩვენი ყოფა, დანარჩენების ყოფა გაუარესდება. იმიტომ რომ ყველა შემდეგი უფრო მეტად რუსია. მე პრინციპულად ვამბობ, პრინციპულად არაფერი არ. შესაბამისად ესეც აძლიერებს ჩემი აზრით, ჩემს არგუმენტს, რომ დღეს ამათ რაღაც არანაირი თავისი გეგმა არ აქვს. თავისი გეგმა რო გქონდეთ, ეს იმას ნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილს რაღაცა ავტონომიურობის ხარისხი გააჩნია, ხო ასეა რა? ხო. მე კიდე არ მგონია რომ გააჩნია ეს ავტონომიურობის ხარისხი, იმიტომ რომ ნებისმიერ ეს მე ვფიქრობ, რომ არასერიოზულია, ხო, აი ბიძინას იმათი ეშინია, რომ პოლონიუმს დაალევ, ბიძინა შესანიშნავად იცის, რომ პოლონიუმით ნებისმიერ ადგილას მიწუდებიან. ნებისმიერ ადგილას. საკუთარ სახლში, საკუთარ ლოგიკაში. ვერ დაემალება რა, მის დაცვას უბრძანებენ და ის დაცვა მოგუდავს. იმიტომ რომ ის დაცვაც იქიდან არის. ხო. ამიტომ პირველი პუნქტი არის გლუვი შეიძლება იყოს გლუვი ნომერი 2-იც არსებობდეს გლუვი ნომერი 3. ანუ პირველ ნაწილში ვეთანხმებით რომ გლუვმა უზრუნველყო ის რომ მოვიდა ხელისუფლებაში და მე გარანტიტორი რო არის ეს არა ხო. ივისთვის ეს გლუვი არის კონკრეტული სახელი და გვარი და ჩემთვის არის პოზიცია. ანუ რუსეთიდან ამისთვის ახლა მე აფხაზეთს მოვიყვან იმიტომ რომ აფხაზეთ ანუ ხო იყო არძიმბა რუსეთის კაცი როგორც ჩვენი ივანიშვილი არძიმბა მოკლეს თვითონ რუსებმა შემდეგი იყო ბაღავში მოკლეს თვითონ რუსებმა შემდეგი იყო კიდე და ანუ ყველა შემდეგი იმაზე მეტად უფრო რუსია ვიდრე იყო არძიმბა ხო წარმოუდგენელია ახლა ვითომ არძიმბაზე მეტი რუსი როგორ შეიძლება რომ იყოს ვიღაცა მაგრამ ყველა შემდეგი ვინც დასვა საოკუპაციო მმართველობა მოსკოვიდან ყველა იმაზე უარესი იყო ვიდრე იყო პირველი და ასე ბიძინას მერე ვინც იქნება ჩვენთან შემდეგები ყველა იქნება ბიძინაზე უარესი კი მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ რომ ჩაანაცვლონ როგორც მათემატიკაში გვისწავლია შესაკრებთა გადანაცვლებით რომ ჯამი არ იცვლება ამ გაგებით ვიცახი მე ხო რომ ჩაანაცვლონ ხო არც ქართული ოცნება დაიშლება არც მისი ლიდერშიპი იგივე ტიპები იქნებიან და ასე შემდეგ. და ესა რა ქვია, ნუ რა ვისაქვს იმის ილუზია, რომ ეს შიდა წმენდა რაც მოაწყეს ქართულ ოცნებაში, ეს არის ბიძინას პირადი ამბავი რა. ეგეც მოსკოვიდან წამოსული დავალება, როგორც ჩანს ამ სუბიექტებმა, რომლებიც დღეს ციხეში არიან, ზოგი და ზოგი ჯერ კიდევ არ არის ციხეში. რაღაცა ისეთი მოინდომეს ან გააკეთეს, რაც ან დააპირეს გაეკეთებინათ, შეიძლება ზუსტად იმ მიმართულებით, რასაც ჩვენ საუბრობთ, სხვათა შორის. ნურს მაგას გამოვიწყო. დელიმიტარიზაცია.
მან უზრუნველყო კონტრდაზვერვის დეპარტამენტის სრული განადგურება და რუსების მხრიდან მის წარმომადგენლობაზე სასტიკი რევანში, ფიზიკური ლიკვიდაციისა და ციხეში ჩასმის ჩათვლით. შემდეგ თავდაცვის სამინისტროში რუსული კადრების გადამწყვეტი დომინაცია, დასავლური მეტწილად ამერიკული ბექგრაუნდის კადრებზე, ადგილზე გენერალურ შტაბში რუსების ფიზიკური შეღწევა და შედეგად საქართველოს შეიარაღებული ძალების სრული დეგრადაცია, როგორც ვთქვით, ეს პუნქტიც სრულიადაა შესრულებული. ვეთანხმები აბსოლუტურად. ამაში სრულიად ვეთანხმები. რა თქმა უნდა, დავამატებ იმას, გივი მე ჩემზე უკეთ იცის, იმიტომ რომ საკითხში ბევრად უკეთესად არის, პროფესიულად არის უფრო გარკვეული, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების რიცხოვნობა რადიკალურად შემცირებული. ამჟამად მიმდინარეობს ყველაზე დიახ. არა, თქვი, მე უკვე მესამეზე გადავიდე. ეს არის მაჩვე წმინდა რაოდენობრივ ხარისხზე აღარაფერს ვამბობ. გივი ხარისხზე ამახვილებს ყურადღებას. აბსოლუტურად ვიზიარებ, ხა ეს ყველაფერი დაიწყო, მე უბრალოდ შევახსენებ ჩვენს მაყურებელს ამათი მოსვლის პირველივე დღიდან. გაიხსენეთ ტრისტან წითელაშვილი, მისი ეს ვითომ ინსპექციები სამხედრო ობიექტებზე და ნუ მოკლედ უამრავი რა. გადაცემულია რუსებისთვის. ყველაფერი დაიწყო, გაიხსენეთ ჩვენი აგენტურის სიების გადაცემით. კი. როგორც აფხაზეთთან დაკავშირებულმა, მე მგონი ყველაზე კარგად იცი ეგ ამბავი. მთელი ჩვენი აგენტურის, აფხაზეთში არსებული აგენტურის და რუსეთში არსებული აგენტურის სიები გადაცეს პირდაპირ. ზოგი მოკლულია, ზოგი გატაცებულია, ზოგი ციხეებში ჩაყარეს და ავიც. ამჟამად მიმდინარეობს ყველაზე მოცულობით მთავარი ფუძემდებლური პუნქტის განხორციელება, ესაა დენაციფიკაცია. დენაციფიკაცია დელეგიტიმაციის საფუძველია. ის გულისხმობს ნაციონალური იდეის, ეროვნული თვითშეგნების იდენტიფიკაციის გაქრობას, ისტორიულ-კულტურული მეხსიერების წაშლას, ისტორიის გადაწერას და არასასურველ პირთა იდენტიფიკაციას. პროცესი, რომლის შეფუთვასაც ქოცები ნაციონალური მოძრაობის და მისი სატელიტების აკრძალვის გამოცხადებულ ღონისძიებებში ცდილობენ. სინამდვილეში ეს არის ადამიანების პერსონიფიცირებული აღწერა, ინვენტარიზაცია, ზედმეტობის დადგენა, იმ ადამიანური ზედმეტობის, რომელიც ასე აწუხებს გლუვს და რომლის მოხრას ცდილობს მუდმივად ხან დაშინებით, ხან ციხეებში გასტუმრებით, ხან ქვეყნის დატოვების შეთავაზებით. პროცესი მიმდინარეობს ბოლშევიკური ინსტრუქციებით, ამიტომ რასაც ვიღებთ ბოლშევიკებისვე ლოგიკით არის ციხეში ჩასმულთა, გადასახლებულთა და დასახვრეტთა სიები. ასე აღმოფხვრავენ ბოლშევიკები ზედმეტობას. ესაა გლუვის მთავარი პრობლემა და აქ ის ისევ ეხება მთავარ მტერს, დროს. ისე რომ დავითვალოთ ბოლშევიკებმა რამდენი გადაასახლეს და ივანიშვილმა რამდენი გააქცია, შეიძლება ივანიშვილმა გააქცია მე-13 ქვეყნიდან. შეიძლება აღმოჩნდეს, რომ ივანიშვილმა ბევრად მეტი გააქცია, ვიდრე ბოლშევიკებმა გადაასახლეს. კი. ჩვენ თუ ესე იგი ამ პარამეტრით შევხედავთ, რამდენი ადამიანი მოწყვიტეს სამშობლოს. ხო. ერთადერთი ბოლშევიკებთან ერთადერთი განსხვავებაა, რომ ფიზიკურად არ ხრეტენ ჯერ ადამიანებს. ფიზიკურად არ ხრეტენ, ხო, რაღაც იქ ათეულობით და ასეულობით 1000 ადამიანი არ არის ჯერ დახვრეტილი, მაგრამ თუ იმ პარამეტრს ავიღებთ, ესე იგი, რამდენი ადამიანი მოწყვიტეს სამშობლოს, ხო? კი. ბოლშევიკებმა, ესე იგი, დახვრეტილები, გადასახლებულები და ასე შემდეგ და ასე რეპრესირებულები მთლიანად ვერ შეედრება იმ რიცხვს. იმიტომ რომ საქართველოში მე თუ სწორად მახსოვს, თავს ვერ დავდებ, მაგრამ შეიძლება ამის გადამოწმება, სულ რეპრესირებულთა რაოდენობა, დახვრეტილი, გადასახლებული, დაპატიმრებული და ასე შემდეგ, იყო სადღაც 170,000-ის თუ 200,000-ის ფარგლებში. მეტი არა. ბიძინა მილიონს მიაღწია. ხო. ყველაზე ოპტიმისტური დათვლებით არის 600,000 გასული ქვეყნიდან. ბოლო აი ამ 13-14 წლის განმავლობაში ყველაზე ოპტიმისტური დათვლებით და
ნუ პესიმისტური დათვლებით სადღაც მილიონი. ოპტიმისტური დათვლითაც რო დათვალო, 9 მილიონიც რო თქვა, კაი 600,000 არა, ხო? უკვე იმაზე თითქმის 2-ჯერ და 2.5-ჯერ მეტია, რაც ბოლშევიკებმა დამართეს ამ ქვეყანას, ხო? თან ბოლშევიკურ საბჭოთა კავშირში გაითვალისწინე, რომ ვინც გადასახლებული იყო, ეგრეთ წოდებული გადასახლებული იყო ციხეებში, ვინც ცოცხალი გადარჩა, ის ისევ საქართველოში დაბრუნდა. იქ 56 წლის ამნისტი, მათი შვილებიც საქართველოში დარჩნენ. საბჭოთა კავშირი დაჭაკეტილი იყო და გასვლა არ შეიძლებოდა. ანუ დემოგრაფიულად გამოდის პარადოქსი, რომ ის რეპრესიები დემოგრაფიის თვალსაზრისით უფრო დამაზიანებელი აღმოჩნდა, ხო? ქართული ეთნიკური ელემენტისათვის პირველ რიგში, ვიდრე ამათი რეპრესიები, იმიტომ რომ დღეს, როდესაც ადამიანებს ასეთ ალტერნატივას უკეთებენ და საშუალებას აძლევენ, რომ გავიდნენ ოჯახებთან ერთად, ხო? და ემიგრანტების ძალიან დიდი რაოდენობა. ან ბევრად უფრო წესიერ ქვეყნებში მიდიან ჩვენთან შედარებით და იქიდან დაბრუნება ბევრად უფრო. ყოველ შემთხვევაში, ნუ მათი მომავალი მეორე თაობის დაბრუნება, ნუ პრაქტიკულად წარმოუდგენელი. თუ იქ დიდხანს გაჩერდნენ ეს ოჯახები, ხო? და ბევრი მათგანი უკვე ხედავთ 10-15 წელი არის, 10-12 წელი არის იქეთ არის. ესე იგი, წარმოიდგინეთ, იქ დაბადებულმა ან გაზრდილმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა, რომ საქართველოში დაბრუნება არ მოინდომოს, სულად ბუნებრივია და ვერაფერს ვერ დააყვედრებს რა. აი ეს არის ყველაზე დიდი უბედურება საშინელი. და კიდევ ერთი მომენტი. გარდა ფიზიკური დეგრადაციისა, აი დენაციფიკაციას გივი რასაც ეძახის, ხო, მან გაკვირით ახსენა, მინდა ცოტა გავშალო ეს თემა, ხდება ძალიან აქტიური იდეოლოგიური დენაციფიკაციაც. ესე იგი, მთელი ეს ერეკლე მეორის კულტის თავიდან ამოწევა. მაგალითებს მოუყვან ესა გეორგიევსკის ტრაქტატის პანოს რეკონსტრუქცია სამხედრო გზაზე. ამ იმის რა ქვია, ყველა, ესე იგი, სრულიად გამიზნული დარტყმები ქართულ მენტალობაზე, ოღონდ ისევე ქართული ვითომ მენტალობის დაცვით, ხო? აი, ჩვენ ქართველობას გვართმევენ, ეს და სინამდვილეში ვინ ართმევს ქართველობას, როცა იმას რა ქვია, შვილმკვდარ-დედას აპატიმრებ, როცა ციხეებში ყრი ქალებს და ახლო, როცა ადამიანებს საერთოდ უგრძალავ გამოხატვის თავისუფლება, მთლიანად შეუზღუდე. გუშინდელი ახალი ამბავია ეს ბათუმის თეატრში, რომ სპექტაკლი ჩააგდეს, იმიტომ რომ აი ესეც მოვიდა, ეს ცენზურაც მოვიდა ბათუმის თეატრში, სპექტაკლი ესე იგი აკრძალა უშიშროება. იმიტომ რომ როგორც ჩანს რაღაც ესეთი მოიტანეს, რა ქვია, მიზეზი, რომ რაღაც პოლიტიკურ პერფორმანსს აპირებდა თურმე მთავარი რეჟისორი. მე არ ვიცი რა. გამოვიდოდა ალბათ ბოლოში რაღაცა ან წარწერით ამ პლაკატიდან იტყოდა თავისუფლება პოლიტპატიმრებს და რაღაცა, ხო, რაღაც ასეც და აკრძალეს სპექტაკლი. აღარაფერს ამბობ, რომ ერთადერთი მე მგონი ჯერს უთქვა არა უგრძალიათ და ალბათ მაგაზეც ბაშს დააწესებენ ადრე თუ გვიან. ასე რომ აქ ძალიან სერიოზულად მიმდინარეობს ქართულ მენტალობაზე. ეს დარტყმები, რომ აი ესა რა ქვია, ევროპა არ გვინდა, ის არ გვინდა, ეს არ გვინდა, დასავლეთი არ გვინდა, ეგეც ხო ქართული მენტალობის მორღვევა არის. იმიტომ რომ ეს არის ქართული მენტალობის ნაწილია ეს ყველაფერი. და წინ ამოწევა ამისა, რომ აი ჩვენ კავკასიელები ვართ, რა ის კავკასიელები ვართ? გრუზინები. ხო, არაფერი კავკასიელები ჩვენ არ ვართ, ძალიან დიდი პატივისცემით ყველა კავკასიელთან, მაგრამ ისა რა ქვია, გარდა ის ჩვენ გეოგრაფიის გარდა სხვანაირი, ესე იგი, თუ იმ ეთნიკურ ერთობაში ჩვენ არ შევდივართ. არც კულტურულ ველში. ახლა თუ იმეს გონია, რომ ჩოხა და ლეზგინკა არის და ამის გამო ვართ ერთიანი,
ეგეც სისულელია, იმიტომ რომ ჩოხაც და ლეზგინკაც მოიგონეს ნინო რამიშვილმა და ელიკო სუხიშვილმა, ის ლეზგინკაც მაგათ მოიგონეს და ჩვენმა მეგობრებმა ჩრდილო კავკასიიდან გადაიღეს ეგ თუ ვინმე მარიცის ამ ქვეყანაზე კიდე ეს როგორ მოხდა და რანაირად და ჩვენ სხვა რა გვაქვს ჩვენ კი ერთი პერიოდი ქონდა ბევრი საერთო მე-18 სხვათა შორის რუსეთის შეჭრამდე ჩრდილო კავკასიაში ბევრმა არ იცის და რუსეთის შეჭრამ ჩრდილო კავკასიაში გამოიწვია იქ ისლამის გავრცელება. მანამდე ჩრდილო კავკასია იყო ქრისტიანული და ისლამი კავკასიაში რუსეთის შემოდიოდა ხო ქართული სამცხოს მრევლის ნაწილი იყო და რუსეთთან დაპირისპირება იქ წაახალისა ოსმალეთის იმპერიამ და აი ამის პროდუქტი გახდა მასობრივი გამუსლიმება ჩრდილო კავკასიის. იმის მერე ჩვენ ბევრი საერთო სამწუხაროდ აღარ გვაქვს. ვიღაცებთან გვაქვს პიროვნულ დონეზე, როგორ არა, რა თქმა უნდა, მაგრამ ახლა ძალიან დიდი ის არ არის რა. იქიდან არის ხოლმე სიმპათიები ჩვენს მიმართ, ზოგიერთების მხრიდან, მაგრამ ეს ცალკე თემა არის, მე თუ გინდა სხვა დროს მაგაზე ვისაუბროთ, ცალკე გადაცემა მიუძღვნათ მაგას ელისო, რა ვიცი. როგორც ვერანაირი ბაობაბებით, ნატრისთვლებით და ბროწეულით ვერ მოახერხებს ის თავისი ვაგლახის სიცოცხლე 200 წლამდე გაახანგძლივოს, ასევე ვერ მოახერხებს 21 საუკუნეში დედამიწის ამ გეოგრაფიულ ნაწილში ათასობით ადამიანის დახვრეტას, გაქრობას. ათასობით ვერა, მაგრამ მილიონი უკვე გააგდო. უბრალოდ ვერ და დამთავრდა, გადაულახავი დაბრკოლება. და ახლა მთელი ტექსტი მე იმას ეგვწუხნება, რომ დენაციფიკაციას ვერ გააკეთებს. იმ მომენტში მეც მჯეროდა, რომ ვერ გააკეთებს, იმიტომ რომ ახლა ჩემნაირ ადამიანს ვერაფერი ვერ მოერევა თუ არ მოკლავ. მაგრამ ამ დღეებში მიიღეს უკვე ისეთი კანონები, რომ მე YouTube-ი რომ აქვს, იმიტომ ციხეში უნდა ჩავჯდე 6 წლით და იმიტომ რომ მე თუ რამე ბიზნესი მექნება გააკეთებ მონეტიზაციას. ხო, ანუ მონეტიზაცია უნდა გავთიშო და თუ მექნება რაღაცა ბიზნესი და მაქვს რაღაცა საწყალი, აი ასეთი რაღაცა ინდმეწარმე, იმას დამიჯარიმებენ 20,000 ლარით. რა თქმა უნდა, 20,000 ლარს ჩემი ინდმეწარმე ვერ გადაიხდის, ამიტომ ინდმეწარმეს ვაუქმებ. და მე ამით მესპობა ყველანაირი არსებობის წყარო. სამწუხაროდ მე არავინ არ ამიყვანს. მე გეტყვი რა, მაგაზე გეტყვი. აი ამ ნაწილში კი გივის ოპტიმის გავიზიარებ. იმიტომ და რატომ? შენ ეტყობა პესიმიზმი მოგეძალა, როგორ არის ხო? მოგეძალა. ისა საქმე ის არის, რომ აი ეს გამწვავება თუ გამძაფრება ამ გასასტიკება ამ კანონმდებლობის, ხო? ხო. ეს რუსები როგორც იტყვიან, ნიად ხაროშეი ჟიზნი. იმიტომ რომ უკვე მანიაკალურად ცდილობენ რაღაცა ხრელები ამოქოლონ. აი ეს კოცები რაღაცა მულტფილმის გმირებს მაგონებენ. ხო, აი რომლებიც აი გემი იძირება და ბევრი იმიდან წყალი შემოდის ნავში თუ გემში. და ცდილობენ ესენი რომ ეს დაგმანონ და სადღაც ხრელები ჩაიმარხონ. ხო, იქ ახალი გამოჩნდება და ასე შემდეგ. იმდენად არაპოპულარული ნაბიჯების გადადგმა უწევთ უკვე და თან სულ რეაქტიულ რეჟიმში. ბევრს შეიძლება ეგონოს, რომ რაღაცა გააზრებული, თავიდან მეც ესე მეგონა, რომ რაღაცა გააზრებული პოლიტიკა იყო, ანტიქართული, გააზრებული, რაღაცა გამოვლინებებზე ვიტყვი რა, მაგრამ ეხლა თვალსაჩინოდ გამოჩნდა, რომ უბრალოდ რაღაცა ხრელები ჩდება და ამ ხრელების დახშობა უნდა და ამ დახშობის პროცესში ახალ რამოდენიმე ხრელს აჩენენ. აი ყველაზე ბოლო მაგალითი ეს უმაღლესებთან დაკავშირებით. ყველაფერი დაიწყო იქიდან, ბევრმა შეიძლება არ იცის. ხო გვაქვს დრო რომ ეს ამაზე თქვა ერთი-ორი სიტყვა. თან ესეთია, ცხელი თემაა, ასე ვთქვათ, ხო? ყველაფერი დაიწყო იქიდან, რომ წარმოექმნათ ბიუჯეტში გარღვევა. ნეტა რატო წარმოექმნათ ბიუჯეტში გარღვევა? ხომ არ მოიპარეს შემთხვევით? ხო, ორი მომენტია, ჯერ ერთი ძალიან ბევრი მოიპარეს და მეორე ის ფული,
უпроსტად სამიმდგენელი აქვს ამ თემას. ერთი რომ ძალიან ბევრი მოიპარეს, მეორე რომ რუსეთიდან ეს უკანონო ნავთობ დოლარების შემოდინება შემცირდა, არ განულებულა სამწუხაროდ, მაგრამ შემცირდა, იმიტომ რომ ამერიკელებმა და ევროპელებმა დაიწყეს რუსულ ჩრდილოვან ფლოტზე ნადირობა და რუსულ ჩრდილოვან ნავთობზე ნადირობა საზოგადოდ, ამიტომ ეს ნაკადი შემცირებული არ არის განულებული და სულ ველოდები რომ განულდეს ბოლომდე. და მესამე წლების განმავლობაში, უკვე წლების კი არა, 10 წლეულების განმავლობაში საქართველოს ბიუჯეტი საკმაოდ მსუხეთ, ასე ვთქვათ, ივსებოდა ამერიკული და ევროპული გრანტებით. გრანტებით არა NGO-ებისათვის, არამედ სახელმწიფოსთვის გრანტებით. და ეს გრანტების ოდენობა სხვადასხვა წლებში, ესე იგი, მერყეობდა 500 მილიონი დოლარიდან მილიარდამდე. ეს საქართველოს ბიუჯეტისთვის ძალიან დიდი თანხებია, ხო? ნაჩუქარი ფული. რაღაცა მიზნობრივი პროგრამებისთვის, ვთქვათ, იქ რაღაცა ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის, გელათის გაკეთებისთვის, ბატონო ჩემო, რომელიც იმ ფულით ადგენდა დაანგრიეს პირდაპირ, ხო, გაკეთების ნაცვლად. და ასე შემდეგ. აი ეს გრანტები აღარ არის, რუსეთიდან ფული შემცირდა და შეჭმაც ბევრი მოუვიდათ. ამასობაში იმისათვის რომ აი ნახეთ ეხლა დომინოს პრინციპს გაჩვენებთ რა. ამასობაში იმისათვის რომ შეინარჩუნონ ეს თავიანთი სულელური რეჟიმი, გაზარდეს რადიკალურად ჩინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა რაოდენობა. 35,000-ზე ავიდა, მე მგონი აი შევარდნაძის პოლიცია იყო მაგდენი. ხო, უყურე მაგდენი ყავდა. 35,000-ზე ავიდა. ხედავთ, მე მგონი თვალით, ხო, 17-18 წლის პირტიტოლა ბავშვები შეყარეს იმაში, რა ქვია, პოლიციაში და ბოდიში მომთხოვია და იქ მუქთად არავინ არ მსახურობს. იმისათვის რომ თანამოქალაქეები ცემო ამტრიოდა რაღაცა, ამაზე გასამბრძოლოც უნდა მიიღო შესაბამისი, ამიტომ ამ ნაწილში ხარჯები გაეზარდათ. იმდენად გაეზარდათ ხარჯები, რომ გაუგონარი ამბავი იქნეს და აი აქ უკვე მიაქცია ყურადღება, უკვე აი ნახრეტების აქ რო ხარჯები გაიზარდა, პირველი ადგენენ და იმას ქნეს, რა ქვია, სიპების და აიპების თავიანთი მხარდამჭერების, თავიანთი ტიტუშკები რო ყავდა ჩეყრილი ამ სიპებში და იმათი შემცირება დაიწყეს, იმიტომ რომ ხარჯებია. ხო? გაჩნდა ერთი უკმაყოფილება, მეორე, ესე იგი, ხარჯების ესე იგი, ამოვსების ერთ-ერთ მექანიზმად დაინახეს განათლებაზე ხარჯების შემცირება. თქვენ რა გონიათ, აბა საიდან გაჩნდა ეს იდიოტური და გიჟური იდეები, რომ სკოლა 1 წლით უნდა შეამცირო, ბაკალავრიატიც 1 წლით და მაგისტრატურაც 1 წლით. ეს იმიტომ კი არა, რომ რაღაცა იდეები მოუვიდათ, უბრალოდ დადგნენ იმსჯელეს, იბჭეს და აი ეს გამოწვევეს. დაახლოებით 9 მილიონი ლარი არის უკვე ჩადებული, რომ ნახოთ ნაკლები განათლებაზე, რომელიც ძირითადი დარტყმა, რა თქმა უნდა, მიიღო დღესდღეობით, როგორც ირკვევა, უმაღლესმა სასწავლებლებმა. რო დაინახეს, რომ ესე იგი, ეს პრობლემას ვერ შველის, დაიწყეს უმაღლესი სასწავლებლების შემცირება. აქედან მოვიდა მაგალითად აი ამ ჯაჭვს რო გავყვეთ, მივედით იქამდე, რომ მოიფიქრეს გენიალური იდეა, ხო, ვის მოუვიდა თავში, ძალიან მაგარია. მე მაგალითად მიხარია სიმართლე რომ ვთქვა, TSU-ს და GPI-ს გაერთიანება. ყველაზე ფოცური უნივერსიტეტების გაბრაზება მე მიხარია. იქ GPI-ს მხარდამჭერები რომ გამოდიან პროფესორა, აი ჩემი 20 წლის წინანდელი ამბები მახსენდება. მაპატიეთ რომ ესე მეცინება, მაგრამ რა ვქნა. ერთი სიტყვით მოუწიათ დარტყმა, ესე იგი, იმ ინსტიტუციებზე, იმ უნივერსიტეტებზე და იმ ინსტიტუციებზე, ხო? სადაც მათი ყველაზე უფრო ერთგული, აი ბაზარ სადაც იყო მათი, ასე ვთქვათ, ინტელექტუალური, ხო? თუ ინტელექტი შერჩა კიდე ამათ რაღაცა. აი იმას ურტყავენ. პრობლემა შეიქმნა სკოლებში. იმიტომ რომ ერთი წელი რო ამოაგდე, ესე იგი, რამდენი 1000 მასწავლებელი უნდა გაუშვა სახში?
70,000 მასწავლებელი ემსახურება საჯარო, ესე იგი, სკოლებს და ესე იგი მე-12-ს რო ამოვაგდებ, ესე იგი სადღაც 6,000 მასწავლებელი სახლში უნდა გაუშვა. ხო? მასწავლებელი, რომელიც ჩვენ ყველანაირად გეხმარებოდა იმაში, რომ გეყალბებინა არჩევნები ამ 13 წლის განმავლობაში. რა თქმა უნდა. საკუთარი მონა. კი, 6,000 მონა იქიდან უნდა გაუშვა. რამოდენიმე 1000 ლექტორი უნდა გაუშვა, რომელიც შენი იყო, თავიდან ბოლომდე, შენიანი იყო და ასე შემდეგ. ხო, ეს იმას ნიშნავს, რომ ბოლო დღეები დარჩათ, რომ ფულის მოხვეჭის და ამ ფულის მოხვეჭას მაქსიმალურად საკუთარი ჯიბისკენ უნდათ და არა იმაში, რომ ამ ფულის ამოღებას შეეცადნენ, რომ აი იმეებისგან, რა ქვია, თავისივე დაჭერილებისგან, ძმაკაცებისგან, რომ ამდენი წელი იყავი, ფული აკეთე და რაღაცა ნაწილი მაინც მოიტანე, თუ არა ვიღუპებით ყველა, იმათ ზოგს როგორც ჩანს შეჭმული აქვს ის ფული, ზოგმა კიდე ისე კარგად გადამალა, რომ ურჩევნია ციხეში იჯდეს. და დაიცადოს სანამ ყველაფერი თავისით არ მოხდება და მე ასე ვთქვათ გააცოცხლოს თავისი აქტივები. ერთი სიტყვით სერიოზული პრობლემები აქვთ. ამას დაუმატეთ გარე ფაქტორი, რომ მათი მთელი პროპაგანდისტული ხო იდგა იმაზე, რომ ესე იგი იქ ერთი ხაზი პროპაგანდისტული გარე ფაქტორების, აი უკრაინა დღეს არა და ხვალ დაეცემა. ხო ასე იყო, არა? გავიხსენოთ. პირველი დღიდან, იმ ომის დაწყების პირველი დღიდან მე არასდროს არ დამოუწყდება ღარიბაშვილის გამოსვლა და სადაც ბრძანდება, იქ უნდა ბრძანდებოდეს კაი დიდი ხანია რა. ხოცები რომ შეიძლება ღარიბაშვილი უნდა ჩაჩნდეს ციხეში ოღონდ პანასტაიაშემუ და არა აი ასე. იმ სიტყვებისთვის მეთქი, მაგიტო ვამბობ. იმ სიტყვებისთვის, როცა 25 თებერვალს გამოვიდა და აი სიბინძურეები თქვა უკრაინელ ერზე, რომელიც აი იმ ღამეს იბომბებოდა უსასტიკესად და პირველი მსხვერპლი და ასე შემდეგ. ოკეი, ეს ალკე თემა. ერთი მოკლედ გქონდათ, რომ უკრაინა დღეს არა ხვალ დაეცემა და ეს დაც ბაბაია რომ უნდა დაუძახო და მთელი ეს რუსული ხაზის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი მაგაზე ქონდათ აგებული. გავიხსენე, ეხლაც ასე არიან, მაგრამ უკვე ისე ვაჭკაცურად ვერ არიან, იმიტომ რომ 4 წელი გადის აგერ, აი დღე-დღეზე 4 წელი შესრულდება ამ ომის და რუსების დანაკარგები იზრდება და უკრაინელების კლებულობს. თუ აქცევ ყურადღებას, თუ შენ ვიცი რომ აქცევ მაგას ყურადღებას. კი, რა თქმა უნდა. მეორე ხაზი ქონდათ, რომ აი ესა რა ქვია, რომელ სიზმარში დაესიზმრათ ეგ მე არ ვიცი, მაგრამ ნუ მათი გონებრივი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, თუმცა მათ რასვერჩი აქეთ ოპოზიციის დიდ ნაწილსაც ეგრე ეგონა, რომ აი ტრამპი მოვიდა და всё, ესე იგი ქოცებმა გაიხარეს. რომ ტრამპი ქოცია. ქოცებსაც ეგრე ეგონათ და აქეთაც ეგრე ეგონათ. კი, და ეგრე გონია ბევრს. ხო? აგერ ეგეც შეიცვალა. ხო? გამოვიდა მათი ოფიციალური ის რა ქვია ეს ზაზა შათერიშვილი რო არის, ხო? ეს ისე იმეებს რა ქვია, ლუბიანკიდან იმეებს გზავნილებს ეგ კითხულობს. ყველას გონია რომ ეს ბიძინას ბიძინამ რა ლაპარაკი იცის და რა ნააზრევი აქვს, ნახეთ ტელევიზორში. უყურეთ, ხო, იქ 1 წელი თუ 2 წელი. კი. ხო, ეს ლუბიანკიდან არის ყველაფერი და всё, მიხვდა როგორც იქნა, რომ ტრამპ ნინაში. ეგეთ ჩამოემხოთ. ეხლა რა უნდა გააკეთონ მეტი? ძალიან სერიოზულ გაჭირვებაში არიან. შიგნით და ახლა კიდე ის ხო, ბოდი შიგნით როგორც უკვე გითხარით, კრიზისი აქვს, პირველ რიგში ფინანსური და ამ კრიზისზე წამოწყებული არის უკვე ძალიან სერიოზული დუდღუნი და დუღილი მათ გუშინდელ მომხრეებს შორის. გარწმუნებთ ეგრე არის. ქალაქში ვისაც გიწევთ თან გავლა, ან მეზობლებთან დალაპარაკება, ან ეზოში, ან
თუ ყავთ ქოცი მეგობრები შემორჩენილი, აბა გაიკითხა. ყველა გაბრაზებულია, მაგრამ გარეთ გამოსვლა მაინც ჯერ კიდევ არ უნდა და მე ვეკითხები, როდის გაბრაზდებით გამოსაცდელად. მე მესმის, მაგრამ როგორც გივიმ თავის პოსტში დაიწყო, იმისთანა სიშლეგით აქვს და ისე აქვს აკრეფილი მაგათ. რომ ეგ ყველაფერი მალე მოხდება, მაგრამ აკრეფილი აქვს მაგიტომ მათ, რომ ამას გრძნობენ კი და ხედავენ. არა, ეს ხვრელები უცბად გაჩნდა. გეომეტრიული სისწრაფით იზრდება ეს ხვრელები, ამ ხვრელების ამოვსება უნდა და ვერ ასრებენ, ნუ. აქედან მოდის ეს ბოდვები, რომ აბა მოდი ისე გავაიაფოთ თუ რაღაცა. გავაიაფოთ და ამ დროს გაძვირდა. გაძვირდა და ესე იგი ჯერ გაძვირდა. 50 თეთრი დაემატა. ხო, და ნუ ასე შემდეგ რა. ეს აქედან ეს აღარ გავს იმას, რა ქვია, დაგეგმილ ქმედებას. იმიტომ რაღაცა ჩვენ ქაოტურია ძალიან. ხო, მე მგონი რაღაცა აი ამ ზვავისებური ამბის მოწმე ხდებით. თან გუშინ ყურადღება ეს პირდაპირ არ გვეხება, მაგრამ მაინც გვეხება რა. ტრამპმა ოფიციალური განცხადება გააკეთა, რომ ესე იგი სტრატეგიული სარაკეტო შეიარაღების ხელშეკრულებიდან გავიდა შეერთებული შტატები. ეს ნიშნავს იმას, მოროშკინას უხარია ახლა რუსეთი დაარტყამსო, როგორც იქნა თავისუფალიაო. ის უხარია? მოროშკინას. ნუ ხო, მოროშკინა საყვარელი. გადაზაროი ადამიანი, საოცარი ადამიანი. ხო. დაარტყავს ამერიკას, ამერიკაში გააფრინს, ხო? ხო. ეგეთი. ხო, ეხლა ვისაც არ ახსოვს და მე ვუშვებ, რომ ჩვენ გვყავს ალბათ ახალგაზრდა მაყურებლები, რომელსაც ეს არ ახსოვს. სხვა კი არაფერი გაუკეთებია 80-იან წლებში რონალდ რეიგანს, რომლის დაბადების დღე იყო გუშინ 115 წლის თავი. ორი მათრახი გამოიყენა, ერთი ნავთობზე ფასები და მეორე გამალებული შეიარაღება, ეგრეთ წოდებული გამალებული შეიარაღება. მე შეგახსენებთ, რომ ტრამპმა მოითხოვა უკვე მილიარდ ნახევარი კი არა, ტრილიონ ნახევრამდე გაიზარდოს ამერიკის სამხედრო ბიუჯეტი. და ეს მოთხოვნა იყო დაახლოებით 1 თვის წინ და შესაბამისად უკვე ემზადებოდა როგორც ჩანს ამერიკული ადმინისტრაცია იმისათვის, რომ ამ ნაბიჯს გადადგავდა. ეს რას ნიშნავს რუსეთისთვის? ტრილიონ ნახევრად ამერიკამ უნდა შექმნას ოქროს გუმბათი, ანუ სარაკეტო თავდაცვის სისტემა 100%-იანი ეფექტურობით, ეს ერთი, და მეორე ამერიკა იწყებს თავისი ბირთვული რაკეტების მოდერნიზებას, ანუ მათი სიჩქარე, დამიზნება და ასე შემდეგ გაიზრდება. ასევე ამერიკა ამ თანხებში უკვე დეკლარირებულია, რასაც აპირებენ. აი ამ იმის რა ქვია რუსული სისტემების ჩახშობა, თანამგზავრების საწინააღმდეგო სისტემების ჩახშობა. ანუ ამერიკამ სრულ დომინაციას უნდა მიაღწიოს კოსმოსში. ანუ რითაც იმუქრება რუსეთი იმას უთიშავს. ხო, იმას უთიშავს და აიძულებს რუსეთს, რომ ამ სიმეტრიული გადაწყვეტილებები მიიღოს, ხო? ესე იგი, მე თუ დავამზადებ 1000 ახალ რაკეტას საკონტინენტთაშორისოს თავისი ბირთვული ქობინებით, იმანაც უნდა დაამზადოს ამდენივე რაკეტა, ამდენივე. შეუძლია. არა, შეძლებაზე არ არის მხოლოდ. დღეს უსმენდი ერთ ანალიტიკას და მე ვიზიარებ. საქმე ისაა, რომ რუსეთს აღარ რჩება არანაირი ფული კონვენციური იარაღის საწარმოებლად უკრაინის წინააღმდეგ. უკრაინაში მას არაფერში არ ჭირდება საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტები, ბირთვული ქობინებით და არაფერი უბრალოდ და დამთავრდება ერთ დღეს ამბავი. მაგალითი, რეიგანმა როცა ეს თამაში წამოიწყო რუსეთის წინააღმდეგ გამალებული შეიარაღება, იმ მომენტში, ესე იგი, ამერიკა თავისი მთლიანი შიდა პროდუქტის 8%-ს ხარჯავდა შეიარაღებაზე. საბჭოთა კავშირი ხარჯავდა
ბოდიში 40%-ს. 40%-ს. ამერიკამ უბრალოდ გააორმაგა. ანუ 16%-ზე ავიდა. ეს ძალიან ბევრია ისეთი ქვეყნისთვისაც კი, როგორც ამერიკა. ახლა წარმოიდგინეთ, რომ 16%, მაგრამ საბჭოთა კავშირს მოუწია ასევე გაორმაგება. ქონდა რესურსი და შეძლო გაორმაგება. არა, ვერ გაორმაგება. იმიტომ რომ მთლიანი შიდა პროდუქტის 80%-ს თქვენ ვერ დახარჯავთ ვერანაირად მარტო შეიარაღებაზე. მით უმეტეს, თუ საბჭოთა კავშირმაც ვერ შეძლო, ამათ მით უმეტეს. რა თქმა უნდა. მაგიტომაც დამთავრდა ყველაფერი ესე იმ პერიოდისთვის, აი მაქსიმალურად მშვიდობიანად და მაქსიმალურად წყნარად. ჩვენი ოკუპაციით. გასაგებია, მაგრამ ეგ უკვე მე მგონი ვიღაც სხვა პრეზიდენტის ბოსტანშია და არა რეიგანის. ხო, რეიგანის ბოსტანში არ არის ეგ ამბავი არანაირად. ნამდვილად. ეს უფრო ბილ კლინტონის ბოსტანშია, ჯორჯ ბუში უფროსის და მერე კლინტონის უფრო და. კი ბატონო. ანუ დენაციფიკაციას ვერ გააკეთებენ და ჩემი აზრით ვერა. ჩვენი YouTube იმუშავებს. ხო, ყოველ შემთხვევაში მერე გეტყვი რა მაიმუნობების შეიძლება ჩაატარო. ასე რომ მე რაღაც მაიმუნობები მოკითხებული მაქვს. ხო, ძალიან კარგი. კარგი ლევან, დიდი მადლობა. შემდეგ კვირაში გადავიღოთ ჩვენი რუსული ხაზი. ბატონო. და მომავალ შეხვედრამდე. ნახვამდის. Thank you.